რამოდენიმე საათში მოსახლეობა ახალ 2014 წელს იზეიმებს. Საახალწლო სურვილები მრავალფეროვანია, თუმცა ერის უცვლელი ღირებულება ოჯახურ ბედნიერებას და გამრავლებას უკავშირდება. ამ კუთხით გასული წელი ჩვენი ქალაქის მოსახლეობისათვის წარმატებული აღმოჩნდა. 2013 წელს ბორჯომში 171 წყვილი შეუღლდა. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ არსებული სტატისტიკური მონაცემები გასულ წლებთან შედარებით მკვეთრად არის გაუმჯობესებული. 2013 წელს 171 წყვილი ყავდა, წინა წელთან შედარებით მოიმატა, წინა წელს იყო 153 ქორწინება ჩვენ სამსახურში. მთელ საქართველოს ულოცავ ბორჯომს, რა თქმა უნდა, და ბორჯომის მოსახლეობას, რაც მთავარია ჯანმრთელობა, სიხარული, გამრავლება, წარმატება და ყველაფერი კარგი ქონოდეს მთელ მოსახლეობას. რაც შეეხება შობადობას, ბორჯომში 2013 წელს ახალშობილების რაოდენობა გასული წლების მონაცემებთან შედარებით სტაბილურია და მკვეთრი ცვლილება არ შეინიშნება. 2013 წელს ბორჯომში სულ 274 ახალშობილი დაიბადა. აქედან 133 ვაჟი, ხოლო 151 გოგონა. გოგონებში ყველაზე გავრცელებული სახელია ანასტასია, ბარბარე და მარიამი, ხოლო ვაჟებში გიორგი, ნიკოლოზი და დავითი. პატარა ლუკა ოჯახს წინა საახალწლოდ შეეძინა. როგორც ჯეოჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრის მენეჯერი აცხადებს, სახელმწიფო მაქსიმალურად უწყობს ხელს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას. მე ვისურვებდი, რომ გაზრდილი იყოს შობადობა, სახელმწიფოს მიერ შექმნილი პოლიტიკა ყველანაირად ხელს უწყობს, ვინაიდან თქვენ კარგად მოგიხსენებათ, რომ 2013 წლიდან ივლისის თვიდან უკვე უფასო გახდა მშობიარობა, ეს საკრეის როკვეთა იქნებოდა ფიზიოლოგიური მშობიარობა. მიულოცავ ყველას თლიანად საქართველოს მოსახლეობას, ბორჯომის მოსახლეობას, დამდეგ 2014 წელს უსურვებდი ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ერის გამრავლებას. როგორი აღმოჩნდება ახალი 2014 წელი, ეს უცნობია, თუმცა სასურველია, რომ დამდეგი ახალი წელი სრულიად საქართველოსთვის სურვილების ასრულების, ჯანმრთელობის, გამრავლებისა და დღეგრძელობის მომტანი იყოს.